და როგორ ხდება სამოქალაქო აღზრდა. სამოქალაქო ცოდნის რაოდენობის განირებას მრავალი ინსტიტუტი უწყობს ხელს და აყალიბებს მოქალაქეთა ხასიათსა და შეხედულებას. ოჯახური ინსტიტუტები, მედია და საზოგადოებრივი ჯგუფები მნიშვნელოვან როლს ახდენენ. სამოქალაქო კომპეტენციების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ისტორიული პასუხისმგებლობა სკოლას აკისრია. ამ პასუხისმგებლობას სკოლა ადრეული ასაკიდან დაკავებული მთელი ზოგადად განათლების პროცესში ახორციელებს ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით. ფორმალური სწავლება ჩვეულებრივ სკოლასთან ასოცირება და უზრუნველყოფა მოსწავლეებში საბაზრო და რეალისტური წარმოდგენის, თქმის ჩამოყალიბებას სამოქალაქო ცხოვრების, პოლიტიკისა და მმართველობის შესახებ. ის აცნობს მოსწავლეებს იმ კონსტიტუციას, სადაც ცხოვრობენ, რადგან კონსტიტუცია არის ის ძირითადი დოკუმენტი, რომლის ცვლილებითაც მათ მმართველობის მიზნებისა და ინსტრუქციების შეფასება შეუძლიათ. ჭავჭავაძე ამბობს, რომ ზნეღასიათის წვრთნა ერთი უდიდესი უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც ადამიანება კაცსა თავი და ბოლო ყოველგვარი წვრთნილა ზრდისა და გათლებისა. ფორმალური განათლება ხელს უშლის იმის გაცნობიერებას, როგორ და რატომაა დაკავშირებული ეს ადამიანის საზოგადოების ქვეყნის უსაფრთხოება, ცხოვრების ხიზი და ეკონომიკური მდგომარეობა მეორესთან, რა როლს თამაშობენ რელიგიური, საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზაციები. ფორმალურმა განათლებამ ხაზი უნდა გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეთა უფლებებსა და პასუხისმგებლობებს. კონსტიტუციის საფუძველზე მინიჭებული ეს უფლებები შეიძლება ასე დავადებოთ. პირადი კოლექტიური უფლებები, პოლიტიკური უფლებები და ეკონომიკური უფლებები. პირადი და კოლექტიური უფლებები მოიცავს აზრის, სინდისის, გამოხატვის, საგორებელის, არჩევს, გადაადგილების, მოგზაურობის და სხვათა თავისუფლებას. პოლიტიკური უფლებები ეს არის სიტყვის, პრესის, თავშეყრის, არონებში მონაწილეობის, საგარეო ორგანიზაციებში მუშაობისა და სხვათა თავისუფლება. ეკონომიკური უფლებები მოიცავს სახლების შეძენის, გამოყენებისა და დაცემის, სამუშაო შეშევისა და შეცვლის პროფკავშირებში, პროფესიულ ორგანიზაციებში გაერთიანების, ბიზნესის დაწყებისა და ხელმძღვანელობის, საავტორო უფლებისა და პატენტის მოპოვების, იურიდიული ხელისუფლების დადების და სხვათა თავისუფლებას. სწავლება მოსწავლეებს უნდა დაანახოს, რომ არ შეიძლება უფლებები აბსოლუტურად მივიჩნიოთ. უფლებების შესაძლოა აღიარებდეს ან ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, ან სხვა ფასეულობისა და ინტერესების შესაბამისად მათ გონივრული შესვლა არის საჭირო. მაგალითად, ხშირად თავს იჩენს კონფლიქტი თავისუფლებისა და თანასწორობის ან ინდივიდუალური და საზოგადოებრივი საკითხების უფლებებს. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს უფლებების თვით მათ შორის და სხვა ფასეულობებთან და ინტერესებთან ურთიერთკავშირის შესახებ შეხედულება სისტემა ჩაუყალიბდეთ. ეს სისტემა უფლებების საზღვრების შესახებ გონივრული გაწყვეტილებების მიღების საფუძველი ხდება. ფორმალურმა განათლებამ ასევე დიდი ყურადღება უნდა უთმოს სამოქალაქო საზოგადოებაში მოქალაქეთა მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. თვითმცვად თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში მათ არა მხოლოდ უფლებების შესახებ უნდა იცოდნენ, არამედ პასუხისმგებლობებსაც უნდა ცნობდნენ და ასრულებდნენ. ეს პასუხისმგებლობები მოიცავს პირად პასუხისმგებლობებს, სამოქალაქო პასუხისმგებლობებს. პირად პასუხისმგებლობებში შედის საკუთარ თავზე ზრუნვა, ოჯახზე ზრუნვა, ბავშვების აღზრდა-განათლება, საკუთარი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობა, ზნეობრივი პრინციპების ერთობა, მსხვილი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება, სამოქალაქო ქცევა და სხვა. ხოლო სამოქალაქო პასუხისმგებლობებში შედის კანონმდებლობა, საჯარო საკითხების შესახებ ინფორმირებულობა, დასაჭირების შემთხვევაში ჩარლობა, ლიდერობის საკუთარ თავზე აღმოჩნდა ყოფნა, ან შეიარაღებულ ძალებში სამსახური მონიტორინგი იმისა, რამდენად რთულნი არიან პოლიტიკური ლიდერები, სახელმწიფო საავტორები, კონსტიტუციის პრინციპები და საჭიროების შესაბამის ქმედების შესაბამისი ქმედების განხორციელება, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება და სხვა. პასუხისმგებლობის შესახებ სწავლებამ ხელი უნდა გხადოს, რომ უფლებები და პასუხისმგებლობები განყოფილია. პასუხისმგებლობა დემოკრატიული დანასწორობის მეორე ნახევარია. პირად პასუხისმგებლობის და სამოქალაქო ვალდებულების ხსნა ფაქტობრივად ის სოციალური საფუძველია, რომელზეც ინდივიდუალური უფლები და თავისუფლებები უნდა აშენდეს. ეს იმის სახით დემოკრატიული დანასწორობა შეიძლება წარმოიდგინოთ, ერთ მხარეს არის პასუხისმგებლობები, მეორე მხარეს უფლებები,
და მათ შორის აუცილებელია ბალანსის, წონასწორობის დაცვა.